გამარჯობა. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წიგნი უნდა გაგაცნოთ ელინორ პორტერის პოლიანა. ამერიკელი მწერალია ელინორ პორტერი და 2020 წელს გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ პოლიანა, თუმცა ახლა მინდოდა კლასის საკითხავ წიგნად შემეტანა მე-7 კლასში, დავრეკე გამომცემლობაში და სამწუხაროდ ტირაჟი ამოწურულია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კვლავ განაახლებს გამომცემლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებით სავსე წიგნს. მთარგმნელი არის ანა აბულაშვილი, არაჩვეულებრივი თარგმანი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე წიგნი. და საიდან აღმოვაჩინე პოლიანა, რატომ გამიჩნდა ამ წიგნის საკითხის სურვილი, ამას მოგიყვებით. დიდი ხანია მაქვს სახლში, მაგრამ ვერ მივაღწიე პოლიანამდე. ამ ზაფხულს აგვისტოში აღმოვაჩინე თბილინი, ასეთი პოდკასტი, ნინო ჩიქოვანი არის ამ პოდკასტის ავტორი და ბავშვის აღზრდის თემები, პიროვნული განვითარება, სხვადასხვა თემას ეხება ნინო ამ პოდკასტში, ძალიან საინტერესო არის მისი თითოეული ჩანაწერი და შეიძლება ითქვას, რომ აგვისტო გავატარე თბილინისთან ერთად. ნინო პირადად არ ვიცნობ მას, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი იყო მისი პოდკასტები, რომ პირადი წერილიც მივწერე. და ნინომ ერთ-ერთ პოდკასტში ახსენა ეს წიგნი, ამბობს, რომ სწავლობდა ლონდონში და მაშინ წაიკითხა პოლიანა და როგორც პოზიტიური აზროვნების მქონე პერსონაჟი, აი ასე დაახასიათა პოლიანა და თვითონ ეს წიგნიც არის ნამდვილად პოზიტიური აზროვნების გამავრცელებელი. 110 წლის წინ არის დაწერილი და დარწმუნებული ვარ, დიდი ძვრების მომტანი იქნებოდა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმ დროის ეპოქაში, თუმცა არც ახლა აკარგავს აქტუალურობას და მოგიყვებით ახლა თუ მეც რატომ მომხიბლა და რატომ გადავწყვიტე, რომ ჩემს ერთ-ერთ მე-7 კლასელს წავაკითხო პოლიანა. ეს არის 9-10 წლის ობოლი გოგო, რომელიც ცხოვრობს მამასთან ერთად, დედა ადრე გარდაიცვლება და მამა არის მისიონერი მღვდელი, ძალიან ღარიბები არიან და სამწუხაროდ მამაც გარდაიცვლება. პოლიანას გამოგზავნიან დეიდასთან, ერთადერთ დეიდასთან სხვა შტატში და მისის პოლი არის მკაცრი ქალი, კარჩაკეტილი, უკმეხი და უხასიათო და ეს ციცოცხლით სავსე გოგო აღმოჩნდება ამ ადამიანთან. პოლიანა მალე მთელ ქალაქს ჩააბამს ასეთ თამაში, რომელსაც ქვია სიხარულობანა. ოღონდ დეიდა აუკრძალავს მამის სახელის ხსენებას და დეიდა ყველაზე ბოლოს შეიტყობს ამ თამაშის შესახებ. მაშინ როცა უკვე მთელმა ქალაქმა იცის პოლიანას სიხარულობანას შესახებ. თამაში წამოიწყეს პოლიანამ და მამამ მას შემდეგ, რაც დახმარების ყუთის გახსნის დროს პოლიანა ეძებდა, რომ აღმოჩნდებოდა იქ თოჯინა, მაგრამ თოჯინის ნაცვლად იპოვა ყავარჯენი და ტირილი დაიწყო. მამამ კი ანუგეშა ამგვარად, რომ და შესთავაზეს თამაში, რომ წარმოიდგინე, რა ბედნიერი ხარ და რა კარგია, როგორი სასიხარულო, რომ ეს ყავარჯინები შენ არ გჭირდება. და შემდეგ ყველა უსიამოვნო მოვლენას ამგვარად უყურებდა მამაშვილი. ეძებდნენ ყველაფერში სიხარულს და ეს იქცა პოლიანას აზროვნების საფუძვლად, შეცვალა მისი აზროვნება და თავადაც გადასდო ამგვარი შეხედულება მთელ ქალაქს. ჯერ თავდაპირველად ავადმყოფ ქალს მოინახულებს, მისის სნოუს,
და ეს ქალი იმდენად არის საკუთარ თავში ჩაღრმავებული ამ ავადმყოფობის გამო, რადგან საწოლიდან ვერ დგება, ყველაფერს ზეწუწუნებს და ყველაფერში ეძებს ცუდს, ნაკლს, წუნს უნახავს ყველაფერს და შვილიც კი გაწამებული ჰყავს და პოლიანა ამ ქალს შეცვლის. მისი ყოველი სტუმრობა დღესასწაულს დაემსგავსება და ისე მოხდება, რომ ეს ავადმყოფი ქალი ქსოვას დაიწყებს და ფარდებს გადასწევს, თმის დავარცხნის უფლებას მისცემს ამ ბავშვს და სრულიად შეიცვლება მისი შეხედულებები, თანდათან შეიცვლება. პოლიანა ყველას ესალმება და განსაკუთრებით ყველას გასაკვირი არის მისი დიდსულოვნება, მწერალი თამახვილებს ამაზე ყურადღებას, რადგან როგორც კი დაინახავს ისეთ ვინმეს, ვინც დამწუხრებულია, არავის არ ელაპარაკება, მაშინვე იწყებს მასთან დიალოგს და ცდილობს, რომ ურთიერთობა დაამყაროს, გამოესაუბროს, დიალოგში შემოიყვანოს. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდება კაცი, რომელიც მთელ ქალაქს აშინებს და გავრცელებულია მის შესახებ ჭორები, რომ არის ძალიან ძუნწი და მოსამსახურე ეტყვის, რომ სახლში ჩონჩხსაც კი ინახავს და არასწორი წარმოდგენა შეექმნება პოლიანას ამ კაცზე, მაგრამ ეს მას არ აღელვებს, არ უშლის ხელს, რომ გამოესაუბროს და ძალიან მალე პირადად გაიცნოს. მისტერ პენდელტონი კი ნამდვილად ასე ქვია ამ მამაკაცს, ნიშნულოვანი ადამიანი აღმოჩნდება პოლიანასთვის. ასევე საინტერესო არის მისი დამოკიდებულება დეიდა პოლთან და ამ პატარა ბავშვის წინაშე დეიდა პოლი უძლური ხდება ხოლმე, უარის თქმა უძნელდება და ნელ-ნელა ვხედავთ ჩვენ როგორ იკავებს მის გულში უზარმაზარ ადგილს ეს პატარა ცქრიალა გოგო. სიხარულობანა მართლაც გადამდები აღმოჩნდება ვირუსივით, მოედება მთელ ქალაქს და მაშინ როცა წიგნის ბოლოს თავად პოლიანას დასჭირდება დახმარება, არა და არ წყდება ხალხის ნაკადი დეიდა პოლის სახლში და ეს ქალი არის გაოგნებული იმ აღმოჩენისას, თუ როგორ შეაყვარა თავი ამ პატარა ბავშვმა მთელ ქალაქს. მოდიან და პირად ისტორიებს ხვებიან, თუ როგორ შეცვალა პოლიანა მათი აზროვნება, მათი შეხედულებები. ძალიან მომეწონა ეს წიგნი, ბოლო ფურცლები ჩემმა პატარა ბიჭმა გაიღვიძა მახსოვს და საბნის ქვეშ ფანარი ავანთე მობილური ტელეფონის და ისე წავიკითხე და ცხარეცრემლით ტიროდი, ჰეპი ენდით სრულდება ეს წიგნი და შეიძლება დაუჯერებელიც კი იყოს, რომ ცხოვრებაში ასე ყველაფერი არ არის, ესეც ვიფიქროთ, მაგრამ ის რომ წიგნში ასე ლაგდება ყველაფერი, უსიამოვნებები იფანტება და კარგად არის ყველა, ძალიან სასიამოვნოა ამის განცდა. ამაში თანამონაწილეობა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ირგვლივაც ხდება ბევრი ისეთი კარგი რამ, რაზეც გვითქვამს, რომ წარმოუდგენელია, რომ ასე ხდებოდეს. ვიცნობთ ბევრ კარგ ადამიანს, რომლებიც სიკეთეს ჩადიან და ამ წიგნის მთავარი გზავნილი კი არის ის, რომ ყველაფერში შეგვიძლია დავინახოთ დადებითი რამ და პატარა მოვლენებით გახარება ვისწავლოთ და თუ კი წუწუნს ჩავანაცვლებთ აი ამგვარი თვალთახედვით, ვფიქრობ ჩვენს შევიცვლებით და როგორც ელინორ პორტერი წერს პოლიანაზე, რომ ამ ერთმა პატარა გოგომ მთელი ქალაქი შეცვალა და ერთი ადამიანის ძალაზე ძალიან ბევრი მწერალი წერს, მართლაც დასაჯერებელია, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები და შეიძლება მე დავფიქრდი ერთ რამეზე, რომ მწერალმა თავისი ამგვარი შეხედულება, რომ მოვლენებში სასიხარულო დეტალების აღმოჩენა შევძლოთ, გაამყარა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდით, მას შემოჰყავს სიუჟეტში ამ წიგნში მღვდელი, მოძღვარი, მამა ფორდი, სწორად მახსოვს და
ასეთი რამ ხდება. შენიშნავს პოლიანა, რომ მამა ფორდი არის მოწყენილი, მიდის მასთან და საუბარს გაუბამს. მამა ფორდი და შემდეგ ხედავთ თუ რატომ არის, გვაცნობს ავტორი თუ რატომ არის მამაო მოწყენილი. ის დამწუხრებულია, რომ მის მრევლში შური, ჭორი, კრიტიკა უფრო ჭარბობს და ერთმანეთს გადაკიდებიან მისი უსაყვარლესი დიაკვნები, მრევლიდან რამდენიმე ქალი და ამ ყველაფერს დიდ განსაცდელში ჩაუგდია, სასოწარკვეთილი არის და პოლიანა უამბობს მამამისის შესახებ, მისიონერი მღვდლის შესახებ, უყვება სიხარულობანა შესახებ და ასევე ასეთ მნიშვნელოვან რამეს ეუბნება, რომ იხსენებს მამა რას აკეთებდა. გუმანი ძალიან კარგად არის აქ აღწერილი ის, რომ პოლიანა ხვდება ადამიანების მდგომარეობას, შინაგან მდგომარეობას, თანაგანცდის უნარი აქვს ძალიან განვითარებული და იხსენებს, რომ მამაც იწყენდა ხოლმე იმის გამო, რომ ვერ თანხმდებოდა მისი მრევლი და მამა ცდილობდა, ერთხელაც მამა დაჯდა და ბიბლიიდან ამოიწერა 800-მდე მონაკვეთი, სადაც ღმერთი მოგვიწოდებს, რომ უნდა გვიხაროდეს და მამა ფორდს სრულიად შეცვლის თავის ქადაგებას, დაჯდება და ქადაგებას, რომელიც იწყებოდა დამონათებით ფარისეველნო, ერთ-ერთი მონაკვეთით ბიბლიიდან, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ აი ასეთი რამე, ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო თვალთმაგცნო, რომლებიც იხდით მიათეც პიტნისას, კამისას და კვლიავისას და დაგიტოვებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში, სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ და არც ის მიგეტოვებინათ. და აი ასე იწყებოდა და დარწმუნებული ვარ ამის მოსმენისას ადამიანების უსიამოვნო განცდები დაეუფლებოდათ და მიხვდა რომ ეს იყო არასწორი და დაჯდება და მოძებნის სწორედ იმ მონაკვეთებს რომ ფსალმონიდან ამოიწერს რომელიც ადამიანებს მოუწოდებს რომ უნდა უხაროდეთ ეს არის იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ წმინდანებო და იზეიმეთ გულით მართლებო. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი. და მინდა რომ წაგიკითხოთ, სწორედ ამ ეს მამაო გადააწყდება ამონარიც ერთ-ერთ გაზეთში, როგორც მახსოვს, სტატიაში და ვფიქრობ, რომ ამ წიგნის გასაღებად შეიძლება იქცეს ჩავთვალოთ ეს მონაკვეთი. ადამიანებს, ქალებსაც და კაცებსაც ყველაფერზე მეტად წახალისება სჭირდებათ. მათი თანდაყოლილი სულიერი სიმტკიცე კი არ უნდა შესუსტდეს, პირიქით უნდა გაძლიერდეს. იმის მაგივრად, რომ ადამიანს განუწყვეტლივ მის ნაკლოვანებებზე ელაპარაკოთ, სცადეთ და მისი ღირსებები წარმოაჩინეთ. შეეცადეთ ის მანკიერი ჩვევების კალაპოტიდან ამოათრიოთ და მის საუკეთესო მხარეს, მის ნამდვილ მეს ამოუდექით გვერდით, რომელსაც ნებისყოფის მოკრების, მოქმედებისა და გამარჯვების უნარი შესწევს. სულიერად ძლიერი, გულისხმიერი და იმედით ახსავსი ადამიანის მაგალითს, გარშემო მყოფ დაყოლიება და მათი ცხოვრების შეცვლა, ლამის მთელი ქალაქის გადასხვაფერება შეუძლია. ადამიანები იმას ასხივებენ, რითიც მათი გონება და გულია სავსე. თუ ის კეთილგანწყობილი, თავაზიანი და დაუზარელია, მისი მეზობლებიც მალე აუცილებლად ასეთები გახდებიან და პირიქით, თუ ადამიანი დაღვრემილია, მუდამ წუწუნებს და სხვებს კიცხავს, მეზობლებიც გაკიცხვით უპასუხებენ და თანაც ორმაგად. როდესაც სხვებში რაღაც ცუდის დანახვას ცდილობთ, იცოდეთ, რომ იმ ცუდს თქვენც აუცილებლად უკან მიიღებთ. მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ მეორე ადამიანში სიკეთეს იპოვით, ის თქვენ მართლაც სიკეთით გიპასუხებთ. უთხარით თქვენ შულს, რომ ზუსტად იცით, შეშის დაჩეხვა და ყუთის გავსება არა მარტო დედისთვის, მისთვისაც სიხარულეს მომტანი იქნება და დაინახავთ, რომ ის ამ საქმეს მართლაც სიხარულით და დაუზარელად შეასრულებს. ეს მონაკვეთი ალბათ გაგახსენებთ წინა წიგნს საიდუმლო ბაღს, სწორედ ეს თემები არის გაშლილი ენერგიებზე, რომ ადამიანის სიტყვისა და ფიქრის ძალას რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებისთვის და ამ წიგნზე საუბარს მეც ამით დავასრულებ, რომ გარკვეული თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ინტუიცია
და ვაკვირდებით, რომ როდის ვართ ცუდად. მე მაგალითად ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, თუ დიდხანს ვიმყოფები უსარგებლო ლაპარაკში. აი, ბევრს ვლაპარაკობ და ვაკვირდები შემდეგ როგორ ვგრძნობ თავს. და სულ მიკვირს ხოლმე, რომ 21 საუკუნეა, აი თუ და საყვედურების ნაცვლად შეგვიძლია, რომ ერთმანეთში აღმოვაჩინოთ და ვეძებოთ დადებითი რამ, ასე ცოტა გვაქვს ისეთი რამ, რომ შეგვიძლია შევნიშნოთ და აღვნიშნოთ. განსაკუთრებით ეს გვეხება მასწავლებლებს, დირექტორებს, ვინც მართავს გარკვეულ გუნდს ხომ, გუნდის მართლზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და მასწავლებლებიც პატარ-პატარა მასწავლებლებს გვიწევს პატარ-პატარა გუნდებთან ურთიერთობა. და თუ კი დადებითზე გავამახვილებ თითოეულ მოსწავლეში ყურადღებას, მე მგონია, რომ ის აუცილებლად დაიჯერებს და შეეცდება, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოს ჩვენთან, გახდეს და არა თქვათ უფრო გაამართლოს მეორე მხრივ მოლოდინი, როცა ჩვენ ვუყურებთ ბავშვს და მარტო უარყოფით ვხედავთ მასში. ყველა ადამიანი არის განსაკუთრებული, მე ამის ჯერა და თითოეულ ჩვენგანზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, როგორ შეიძლება შევცვალოთ ჩვენი გარემოცვა და ცუდ ხასიათზე დავაყენოთ თუ პირიქით კარგ ხასიათით, კარგ ტალღაზე გადავიყვანოთ ერთმანეთი. და პოლიანამ კიდევ ერთხელ შემახსენა თუ როგორი მნიშვნელოვანია სწორედ ამ დადებითის ძიება ყოველდღიურობაში. მინდა რომ თქვენც წაიკითხოთ ეს შესანიშნავი წიგნი. დიდი მადლობა, მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით. დამავიწყდა რომ მეჩვენებინა თქვენთვის მოხატული ბალიშის პირი, ის ასეთია. და წარწერასაც წაგიკითხავთ, ის ცდილობს სულ უმნიშვნელო რამითაც გაიხაროს. ძალიან მომეწონა ეს ფრაზა და მინდა დაგიტოვოთ საფიქრალად, თქვენ თუ გიხარიათ უმნიშვნელო რაღაცები და რა არის ეს. შეგიძლიათ ჩამოწეროთ ყოველ დღე უმნიშვნელო რაღაცები, რომლებიც დიდ სიხარულად შეიძლება იქცეს, რადგან შეცვალოს ჩვენი აზროვნებაც ამასობაში.